მოგესალმებით. შეგვიძლია კომიტეტის ხდომა გახსნილად გამოვაცხადოთ, ფორუმი გვაქვს. დღევანდელი კომიტეტის დღის წესრიგით განსაზღვრული გვაქვს განსახილველად ორი საკითხი. პირველი საკითხი ეხება საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებში გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ადმინისტრაციულ სამართალდაღო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. მომხსენებელი აღნიშნულ საკითხზე გახლავთ ბატონი ზურაბ ეზოგვაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მეორე საკითხად საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის შესახებ იმ ცვლილებების აღსრულების საკითხს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევის პარლამენტში დაამტკიცა. აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში რიგი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი გახლავთ ბატონი ლევან ჟღარკავა, გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თუ კომიტეტის წევრებს რაიმე შენიშვნა არ აქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, გთავაზობთ, რომ დავატკიცოთ დღის წესრიგი და გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა. ამასთან მინდა მივესალმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ბატონ გიორგი წკრიალაშვილს, რომელიც ჩვენთან კომიტეტში პირველად იმყოფება. ასევე მინდა მივესალმო დამსწრე სტუმრებს, ასევე კომიტეტის წევრებს მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ გვესწრებიან თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კლინიკის სტუდენტები, რომლებიც კომიტეტის საქმიანობაში არიან ჩართულები, შესაბამისად მინდა მივესალმო მათაც და ახლა მინდა ვთხოვ ბატონ ზურაბ ეზოგვაიას წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უნდა განვიხილოთ, როგორც წამყვანმა კომიტეტმა და ამასთან შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოსთვის. ბატონო ზურაბ, გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ საკითხი დეტალურად. განსაკუთრებით საინტერესო იქნება აღნიშნული საკითხი როგორც დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ხალბატონ მაია, პატრონო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში ცვლილების პროექტს. გავმეორდები ხალბატონ მაიას სიტყვების შემდეგ მეც აღნიშნავ, რომ ეს პაკეტი ემსახურება ასოცირების თაობაზე ვალდებულების შესრულებას. პირველი მოსმენით მიღებამდე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გქონდა როგორც გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე იურიდიულ კომიტეტთან. მოგეხსენებათ, რომ იყო ამ პაკეტთან დაკავშირებით გარკვეული პრინციპული პოზიციები შესაძლებელი, შეტანილი იქნა მთელი რიგი ცვლილებებისა, მათ შორის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, ზოგიერთი განმარტების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მთელი კონსტრუქცია მოყვანილი იქნა წყობში იმ სისტემის, რასაც ქვია მოკლედ MRV ვალდებულება, ეს არის მონიტორინგი, ანგარიშგება და ვერიფიცირება. დღესდღეობით მეორე მოსმენისთვის დარიგებულ პროექტში ასევე არის განხორციელებული მთელი რიგი შესწორებებისა, ეს შესწორებები მინდა შემოგთავაზოთ და გავამახვილოთ თქვენი ყურადღება ამ ცვლილებებზე ტექსტში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ტერმინოლოგიურ დონეზე კომიტეტთან ერთად ჩავთვალეთ უფრო მიზანშეწონილად, რომ ტერმინი სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევა შეცვლილიყო უფრო მიღებული ტერმინით სათბურის აირების ემისიები და ამ ცვლილებამ გამოიწვია მრავლობითი შესწორება მთელ ტექსტში, როგორც ძირითად კანონპროექტში, ასევე თანმხლებ პროექტში. გარდა ამისა, ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მთავრობის დადგენილების სრული სათაურები მითითებული ყოფილიყო მხოლოდ კანონის პროექტის მესამე მუხლში, სადაც გარდამავალდებულებებია მოცემული და არის მითითება შესასრულებელ დავალებაზე, ხოლო კანონპროექტის ძირითად ტექსტში ეს სათაურები უკვე აღარ არის დაკონკრეტებული.
მესამე შესწორება შეეხება ესე იგი 51 პრიმა 1 მუხლის მეორე პუნქტის ამოღებას. აქ იყო მითება, დამაზუსტებელი მითება, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინების საქმიანობებზე სათბურის ეფექტის გამოწვევი გაზების გაფრქვევის ნაწილში არ ვრცელდება სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება. აი ამ დაზუსტების მონიშნა იქნა მიჩნეული ზედმეტად და პუნქტი ამოღებული იქნა, ვინაიდან შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი ვერ გათავისუფლდება სამრეწველო ემისიების შესახებ კანონდადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან. შემდეგი შესწორება, რომელიც არის პროექტში შეტანილი, უკავშირდება 51 პრიმა 1 მუხლის მეოთხე პუნქტის D ქვეპუნქტის ფორმულირებას, სადაც ჩვენ გვაქვს დაზუსტება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც ავტორიზაციის მიზნით კანდიდატმა უნდა წარუდგინოს ავტორიზაციის გამცემ უწყებას. ამ ჩამონათვალში ჩვენ გვქონდა მითებული სათბურის ეფექტის გამოწვევი გაფრქვევის მონიტორინგის და ანგარიშგებისთვის დაგეგმილი გასტარებელი ზომების თაობაზე, რაც ბუნდოვანს ხდიდა, რომ ეს არის მხოლოდ ზომების ჩამონათვალი თუ სრულყოფილი ანგარიშგების გეგმა. ამიტომ ეს ფორმულირება დაზუსტდა და დოკუმენტებს შორის წარმოსადგენი იქნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის და ანგარიშგების გეგმის სრულყოფილი პროექტი, რომელიც მისცემს საშუალებას ერთ-ერთი ცენტრალური დოკუმენტი იქნება ავტორიზაციის მისანიჭებლად. ანალოგიურად ამავე პუნქტში დაზუსტდა დოკუმენტის არატექნიკური რეზიუმე შინაარსი. არატექნიკური რეზიუმე გულისხმობს ზოგად ესე იგი განმარტებით ბარათს, რომელიც აღწერს ავტორიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობას. იმისაც რომ ორაზროვნება ამ ნაწილშიც გამოგვერიცხა, პუნქტს დაემატა განმარტება არატექნიკური რეზიუმე მოიცავს სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებაზე სტანდარტული დოკუმენტების შესახებ მოკლე ინფორმაციას, რომელიც შესრულებულია არატექნიკურ ენაზე და საჭიროების შემთხვევაში თან ერთვის გრაფიკული ან და საილუსტრაციო მასალები. შემდეგი შესწორება შეეხება პროექტის გათვალისწინებული 51 პრიმა 1 მუხლის მერვე პუნქტს, სადაც ზუსტება თუ რა მიზნით და რა საფუძვლით ხდება საექსპერტო კომისიის შექმნა ან და ექსპერტის მოწვევა, მოგეხსენებათ, რომ ავტორიზაციის გამცემ ორგანოს სპეციფიკური დოკუმენტის მონიტორინგის და ანგარიშგების გეგმის შეფასების დროს აქვს უფლებამოსილება, რომ მოიწვიოს ცალკეული ექსპერტი ან შექმნას საექსპერტო კომისია. კანონპროექტის დამუშავების დროს კომიტეტთან ერთად მიჩნეულ იქნა მიზანშრომლად, რომ აქ დაზუსტებული იყო, რომ ეს საექსპერტო კომისია ან ექსპერტი განიხილავს მონიტორინგის გეგმას, ანუ კონკრეტულად ამისთვის იქნებიან მოწვეული და შესაბამის დასკვნას წარუდგენენ სათბურის აირის ემისიების ავტომატიზაციის გამცემ ორგანოს წარმოებაში გამოსაყენებლად. ასევე 51 პრიმა 1 მუხლის მეცხრე პუნქტში დაზუსტდა თუ რა შემთხვევაში ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გამოიწვევს ავტორიზაციაში ასევე ცვლილების შეტანის საჭიროებას. აქაც უთითებთ იმას, რომ ავტორიზაციის გავლის შემდგომ ის საქმიანობები, რომელიც ავტორიზაციას დაექვემდებარა, თუ ამ საქმიანობებში მოხდება რაიმე ცვლილება, ეს ცვლილებები უნდა იქნეს წარდგენილი გაცხადებული ავტორიზაციის გამცემი ორგანოსთვის და ავტორიზაციაშიც ანალოგიურად იქნება შესწორებები შეტანილი. შემდგომ გახლავთ 51 პრიმა 1 მუხლის მე-11 პუნქტი, სადაც დაზუსტდა ავტორიზაციის სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირისთვის გადაცემის დასაშოების საკითხი. ეს საკითხი პირველად კანონპროექტში იყო ძალიან ზოგადი სახით წარმოდგენილი, ამჯერად შეტანილი შესწორების შედეგად ზუსტდება ის პროცედურა, თუ რომლის გავლის შემდეგ ავტორიზაციის მიმღები პირი შეძლებს მესამე პირს ფაქტობრივად თავის უფლება-მონაცვლეს გადასცეს ავტორიზაციის სტატუსი. აქ შემოდის ერთობლივი განცხადება ან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა, აქ ფიქსირდება ვალდებულება, რომ ავტორიზაციის ორგანოსთვის ეს ინფორმაცია იქნეს წარდგენილი და განხილული და მესამე პირმა, რომ საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ავტორიზაციის ორგანოს მხრიდან დადასტურების, ანუ უფლებების გადაცემის დადასტურების შემდგომ. კიდევ ერთი შესწორება შეეხო ესე იგი ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გარემოსდაცვითის საინფორმაციო პორტალზე და ასევე პორტალზე, რომ ცალსახად უნდა იქნეს გამოქვეყნებული დამოწმებული ანგარიში და ამ ანგარიშის გამოქვეყნების ვადა.
51 მეორე მუხლის მე-7 პუნქტთან დაკავშირებით განისაზღვრა მთავრობის დადგენილებით დასარეგულირებული კონკრეტული საკითხების ცალკეული ჩამონათვალი. ანუ ეს ჩამონათვალი იყო მოცემული სრული სახით, განმარტებით თუ თითოეულ დადგენილებაში რა შინაარსი იქნება, რომელი რეგულების სფერო იქნება მოცული. ასეთი დეტალიზაცია კანონპროექტის ტექსტში ზედმეტად იქნა მიჩნეული და შესაბამისი პუნქტი 51 მეორე მუხლის მე-7 პუნქტი კერძოდ ამოღებული იქნა ტექსტიდან, ვინაიდან ძირითად ტექსტში კანონპროექტში უკვე ისედაც არის დაფიქსირებული მთავრობის დადგენილების გამოცემის საჭიროება. ძირითად კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავებელთა კოდექსში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი, აქაც ტერმინების დაზუსტების მიზნით კერძოდ ესე იგი სათბურის აირების ემისიების ტერმინის შემოსაღებად არის განხორციელებული შესწორებები და გამოდენიმე პუნქტში ამავე პროექტის შეტანილი იქნა ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი იყო შემუშავებული დიდი ხნის წინ, ამ პერიოდში უკვე ადმინისტრაციულ სამართალდამცავებელთა კოდექსში შეტანილი იქნა ახალი მუხლები, ამ მუხლებზე მითითება, ანუ უფრო აქტუალური რედაქციების გამოყენება საბაზისოდ იქნა აუცილებლად მიჩნეული და შესაბამისი კორექტირებები შევიდა აქტუალიზაციისთვის ამ პროექტში. როგორც უკვე მოგახსენეთ, საკანონმდებლო პაკეტი არის საქართველოს ვალდებულებების შესრულების ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ დარგობრივ კომიტეტთან და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობა აბსოლუტურად ყველა შენიშვნა წინადადება, რაც იყო წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, არის სათანადოდ წარმოდგენილი და გათვალისწინებული. გთხოვთ ხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის. დიდი მადლობა ბატონ ზურა. კითხვები ხომ არ არის ბატონ ზურასთან? ბატონ ლადო გთხოვთ. მადლობა ბატონ ზურა. კანონპროექტის წარდგენისთვის პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი მოქალაქეების გასაგონად დავაზუსტო, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება არის სწორედ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულებებს ვასრულებთ, ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა კომიტეტთან და ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რომელიც ჩვენ გვქონდა უკვე ასახულია მეორე მოსმენით და ჩვენი პოლიტიკური გუნდი როგორც კომიტეტზე, ასევე პარლამენტის აღნიშნულ კანონპროექტს ხარს დაუჭერს. მადლობა. დიდი მადლობა. კიდე ხომ არ არის კითხვები? მეტი კითხვები არ არის. მადლობა ბატონ ზურა თანამშრომლობისთვის და აღნიშნული კანონპროექტი ჩვენ უნდა გავიტანოთ მეორე მოსმენით სესიაზე უკვე გასწორებული ვერსიით, ყველა იმ ცვლილებით, რაზეც ბატონმა ზურაბმა ისაუბრა. დიდი მადლობა ბატონ ზურა. ახლა მინდა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ, რომ დაუჭიროთ კანონპროექტს მხარი, რათა წარდგენილი იქნეს საქართველოს პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით განსახილველად. დიდი მადლობა. ამით ჩვენ კენჭისყრის პროცედურას მოვრჩით დღევანდელი დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით. ახლა მინდა ვთხოვ ბატონ ლევან ჟღარკავას. ბატონმა ლევანმა, როგორც უკვე აღნიშნე, უნდა წარმოადგინოს ერთგვარი ანგარიში, რომელიც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში განვახორციელეთ ადმინისტრაციულ სამართალდამცავებელ კოდექსში, სადაც მკაფიოდ განისაზღვრა, რომ არის ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც დაკავშირებულია ავტომობილებიდან ხილულ გამონაბოლქვთან. ამასთან კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებ, რომ წინამოწვევის პარლამენტში საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ ძალიან აქტიურად ითანამშრომლეს იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც კომიტეტში იყო შექმნილი და ეხებოდა ჰაერის დაბინძურების საკითხებს, კონკრეტულად ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამომდინარე, რის შედეგადაც განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის ცვლილებები, რომელზედაც ბატონ ლევანი ახლა ანგარიშს წარმოადგენს, ასევე ცვლილებები, რომელიც შეეხო ტექნიკური დათვალიერების თვის განმეორებითი ჯარიმების შემოტანას, რამაც გარკვეულწილად დაარეგულირა ის სამართლებრივი სიცარიელე, რომელიც პირველ და მეორე დაჯარიმებას შორის იყო, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებით გათვალისწინებულ პირობებს. ბატონ ლევან, გთხოვთ წარმოადგინოთ პრეზენტაცია, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონო მაია, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დამცრე საზოგადოებას.
დღეს წარმოგიდგენთ ანგარიშს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით. სურს დავიწყო სამართლებრივი ჩარჩო და მექანიზმიდან, სადაც საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს მიიღო კანონი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც განისაზღვრა დაჯარიმება და სანქციები იმ შემთხვევაში, როდესაც გზაზე ხდება გამონაბოლქვი და ის არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს. ასევე საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, სადაც განისაზღვრა ქმედების წესი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიენიჭა მანდატი, რათა კონტროლი გაუწიოს არსებულ ქმედებას. მინდა ასევე დავიწყო თუ სად ვახორციელებთ ამას კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრა 4 ქალაქი, ეს გახლავთ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. ასევე აღსანიშნავია, რომ 2 წლის განმავლობაში გაიზარდა ეკიპაჟთა რაოდენობა, დღეს ჩამოყალიბდა შემდეგნაირად. თბილისში კონტროლებას ახორციელებს 7 ეკიპაჟი, რუსთავში 2, ქუთაისში 3 და ბათუმში 3. ასევე მსურს აღვნიშნო თუ რა ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი თითოეული მანქანა. პირველი და აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ეს მანქანები არის ჰიბრიდული, მასში გამზომი მოწყობილობა არის გერმანული წარმოების, ეს არის ის ხელსაწყო ზუსტად, რომელიც მილში ამოწმებს გამონაბოლქვის ესე ვთქვათ ზომებს არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეკიპაჟი აღჭურვილია სპეციალური პრინტერით, ვიდეო რეგისტრატორით და სამხრე კამერებით. ეს იმას ნიშნავს, როგორც კი დაფიქსირდება გადამეტება, ასევე ჩვენ ადგილზე წყაროსთან უკვე მას გამოეწერება საჯარიმო ქვითარი. ასევე მინდა აღვნიშნო ის ეტაპები, თუ რა ეტაპებით ხდება მისი კონტროლი. პირველი ჩვენი ეკიპაჟი აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას. საქმე მინდა აღვნიშნო, რომ კანონმდებლობით არ დამორჩილება ჩვენი ეკიპაჟების ისჯება საკმაოდ მაღალი სანქციით, რომელიც წარმოადგენს 5,000 ლარს. ამიტომ სტატისტიკურად ყველა, ესე ვთქვათ, გვიჩერებს და ექვემდებარება კანონმდებლობას და პირველი ხდება, ესე ვთქვათ, მისი შეჩერება. შემდგომ ხდება მისი ინსპექტირება, ანუ ინსტალაცია. ამ აპარატის უკვე გაზომვა მილში, თუ არის თუ არა გადამეტება როგორც ბენზინის ძრავის, ასევე დიზელის ძრავის. ტესტირების შემთხვევაში თუ აღმოჩნდა უკვე გადამეტება, მძღოლს თუ მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში შემდეგ აღნიშნავ პრეზენტაციაში, იმიტომ ორივე ჯარიმდება, უკვე გამოეწერება ადგილზე საჯარიმო ქვითარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მოქმედეთ ელექტრონული სისტემებით. საკმარისია, როგორც კი ტექნიკური პასპორტს ავიღებთ იმ მანქანისას, რომელიც უკვე ჯარიმდება, ეს ავტომატურად გადაეცემა და გენერირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზასთან, სადაც მესაკუთრე მანქანის მფლობელი თუ მძღოლი ხდება მათი იდენტიფიცირება და ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება მას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ სტატისტიკა და სტატისტიკის მიხედვით მატულობს ჯარიმების რაოდენობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ინსპექტირება დავიწყეთ 2023 წლის 4 სექტემბერს. 23 წლის განმავლობაში 2980 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, 2024 წელს გამოიწერა 5665, 2025 წელს გამოიწერა 6022 და 2006 წლის სამი თვის განმავლობაში 2239. სამწუხაროდ სტატისტიკა მატებით მიდის, ამას ერთიც ემატება, რომ ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დავამატეთ კიდევ 5 ეკიპაჟი, თავიდან დავიწყეთ 10 ეკიპაჟით და დღეს 15 ეკიპაჟით ხდება მისი კონტროლირება. ასევე წარმოგიდგენთ უკვე თანხებში ჯარიმას, ჯარიმის ოდენობის თანხებში, რომელიც 2 მილიონზე მეტია მძღოლის შემთხვევაში და მფლობელის შემთხვევაში 2,5 მილიონია დაახლოებით და ასევე წარმოდგენილია პროცენტი უკვე ამ ჯარიმის ამოღებასთან დაკავშირებით. ეს არის ესე ვთქვათ სტატისტიკური ანალიზი, თუ სად უფრო მეტია, რომელ ქალაქში უფრო მეტია პროცენტულად აგრესიული დაჯარიმება. პირველი გახლავთ თბილისი, რომელიც არის 53%, შემდეგ მოდის უკვე ბათუმი 18%, ქუთაისი 16% და რაც მთავარია, საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ 20-22 ჯარიმა იწერება დღეში ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით. 53% მოდის თბილისზე.
ასევე ორიოდი სიტყვა მინდა ვთქვა სანქციების რაოდენობაზე და ეფექტურობაზე, როგორც აღვნიშნე, არსებულ ქმედებაზე ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე ჯარიმდება მესაკუთრე. ეს გამოდის, რომ მფლობელმა არ უნდა გადასცეს დაზიანებული ავტომობილი მძღოლს და იმ შემთხვევაში თუ მძღოლი არ წარმოადგენს მფლობელს, პირველად შემთხვევაში ფიზიკური პირის შემთხვევაა, გულისხმობ 100 ლარით ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე მფლობელი. არსებობს ასევე განმეორებითი შემთხვევა, პირველად განმეორებითი შემთხვევაში ეს წარმოადგენს 300 ლარს, ხოლო მეორად და შემდეგ განმეორების შემთხვევაში წარმოადგენს 600 ლარს 1 წლის განმავლობაში. ძალიან მაღალია სანქცია იურიდიული პირების შემთხვევაში, რომელიც პირველ შემთხვევა გახლავთ 500 ლარი, მეორე 1500, ხოლო ყველა დანარჩენი 3000 ლარი. სტატისტიკაც მინდა აღვნიშნო, რადგან პირებს, რომელიც არ ეთანხმება, რომ მისი მანქანა არის გაუმართავი, მას აქვს 2 საათი იმისთვის, რომ სპეციალურ ცენტრებში მივიდეს გააკეთოს ტესტირება და თუ სპეციალურმა ცენტრმა 2 საათის განმავლობაში დაუდასტურა, რომ მისი მანქანა გამართულია, ის ჩვენის მხრიდან ექვემდებარება გაუქმებას. და სტატისტიკურად ეს არის 2%-ზე დაბალი, რაც შეეხება გასაჩივრებებს და ესეთ ქმედებებს. და ასევე არის 20%-იანი შეღავათი, როდესაც 10 დღის განმავლობაში ის გადაიხდის არსებული ჯარიმის თანხას. პრინციპში ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მე მზათა ვარ თუ იქნა შეკითხვები, კი უპასუხო დასმულ შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ნამდვილად საინტერესო პრეზენტაცია იყო, როგორც ხედავ კითხვები არის, ქალბატონ გრეტა წიწავა და მე ბატონი დავით დოლიც. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და კარგია რომ რეგულირდება. ჩემი კითხვა მდგომარეობს, თქვენ აღნიშნეთ, რომ 4 ქალაქში არის ეს მონიტორინგი და მანქანების რაოდენობა, ეკიპაჟის რაოდენობა უბრალოდ 7, 2, 3, 3. ხო, რამდენად საკმარისი არის ეს რაოდენობა, ამ მიმართულებით იგეგმება თუ არა დამატება და რო აგვიხსნათ, როგორ ხდება კონტროლი, აი დღის რომელ მონაკვეთში, ან როგორ ირჩევა რაიონი და ეს ეკიპაჟი როგორ გადაადგილდება, ეს რომ გვითხრათ. მადლობა. მადლობთ კითხვისთვის. ამ წლის ბიუჯეტში პირდაპირ ვიტყვი, რომ აღნიშნული თანხა არ არის გათვალისწინებული, რომელიც შეეხება ეკიპაჟების დამატებას. ჩვენ ვფიქრობთ, იმიტომ რომ სტატისტიკამ ცხადყო არსებული ტენდენცია მიდის მეტობისკენ და საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამის დამატებას. ლოკაციების შერჩეული გვაქვს ფაქტიურად სტატისტიკის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი, როგორც მოგეხსენებათ, არის აღმართი, დაღმართი და ასე შემდეგ და გამომდინარე იქიდან, როგორც ეკიპაჟები მოძრაობენ 24 საათის განმავლობაში არა, იმიტომ რომ ისინი მოძრაობენ დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე, იმიტომ რომ ის 2 საათი დაუმატოთ მათ გასაჩივრების პერიოდი, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი მუშაობს 6 საათამდე და მათ აქვს ის 2 საათი, რათა წარმოადგინონ ცნობა თუ არის შესაძლებელი ამ ჯარიმის გაუქმება თუ არა. შემოწმება არის ძალიან მარტივი, ხილული გამონაბოლქვის შემთხვევაში ხდება ეკიპაჟის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჩერება და გამომდინარე აქედან, რომელსაც გარდა იმისა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის გარდა ამას იხებს სამხრე კამერაც, რომელიც ფაქტურად წარმოადგენს ნივთკიცებას სასამართლოში და მას შემთხვევით ბრუნით ხდება მილში უკვე სპეციალური აპარატით ამის შემოწმება და გადამეტება ბუნებრივია ეს პროგრამა თვითონ აფიქსირებს და თვითონვე ამ პროგრამის მიერ ხდება არსებული ჯარიმის გამოწერა თერმულ პრინტერზე. ეს არის მოკლედ რაც ვთქვი ის პროცედურა, სადაც ხდება ამის დაჯარიმება. კანონს განსაზღვრული აქვს 4 ქალაქი. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ამ ქალაქის საზღვრის დატოვების შემდეგაც, თუნდაც თქვათ ავიღოთ მანძილი თბილისიდან რუსთავამდე, შუა მაგისტრალზე უკვე ჩვენი ესე ვთქვათ იურისდიქცია არ ვრცელდება და გამომდინარე აქედან მარტო ჩაკეტილი ვართ ადმინისტრაციულ საზღვრებში. ვფიქრობ, პასუხე თქვენში. მოგესალმებით, მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ქალბატონი გრეტას კითხვის გაგრძელება, აი რეგიონებში თბილისის გარდა საით ფიქრობთ უფრო სენსიტიური რომელი მხარე არის და სად ფიქრობთ ასე ვთქვათ დამატებას, გასაგებია რომ ეხლა ვერ მოესწრება, მაგრამ შემდგომში საით ფიქრობთ საჭიროება არის მანქანების დამატება და ასევე სტატისტიკაში იყო რომ ამოღება, ანუ გადაუხდო 45% არის და ამ მიმართულებით რა ხდება და როგორ
ფიქრობთ ამ ჯარიმების ამოღებას? მადლობა ბატონო დავით. ზოგადად სტატისტიკურმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ აუცილებელი იქნება იმ ადგილებში დამატება, რომელიც გვაქვს ეგრეთ წოდებული ლუფტი. ეს არის ის ჰაივეები, ესე ვთქვათ, სადაც უფრო ინტენსიური არის მოძრაობა და მომავალში ვფიქრობთ აქ ეკიპაჟების დამატებას, იმიტომ რომ მაგალითად თბილისში ასე თუ ისე მოცული ყავს 5-ვე რაიონი, 10-ვე რაიონი თბილისის და გამომდინარე აქედან ვფიქრობთ, რომ აქ მეტნაკლებად რესურსი ამოწურულია და მაინც ყურადღება გავამახვილოთ იმ საერთაშორისო გზებზე, რომელიც დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს. ეფექტიანობის ნაწილი თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ძირითადი პროცენტის კლებადობა გამოიწვია გასაჩივრების ნაწილმა, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესია და სასამართლო პროცესის დენადობის თვალსაზრისით დრო მიმდინარეობს, თუმცა ეს პროგრამავე უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე ამ არსებული ჯარიმის ამოღებას, როგორც კი ჯარიმა გამოიწერება, ეს ასევე აისახება ამ სპეციალურ პროგრამაში და ეს პროგრამაც გადაუხდელობის შემთხვევაში პირდაპირ უგზავნის აღსრულების ბიუროს და უკვე აღსრულების ბიუროს სპეციალური ნაწილი ერთვება და იქ უკვე თავისი კანონმდებლობა და სანქციები მოქმედებს. ორი ძირითადი თემა მაინც ეს გახლავთ იმ შემთხვევაში, სადაც ჯარიმები გახლავთ, ჯარიმების ამოღება არის დაბალი. ბატონ ლადო გთხოვთ. მადლობა ბატონ ლევან ანგარიშის წარდგენისთვის. პირველი კითხვა მაინტერესებს მოქალაქე, რომელიც შეამჩნევს ასეთ ავტომობილს და ხშირია ასეთ შემთხვევები, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერი თუ არსებობს, რომ მანქანის ნომერი მოგაწოდოს და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიც მოვიხადოთ ამ სოცარისით და ყველა ერთად გაურთხილდეთ გარემოს დაცვას. მეორე შეკითხვა თქვენ ბრძანეთ, რომ განმეორებითი ჯარიმები არის 727 ეს არის დაახლოებით ალბათ 5% ძლების სტატისტიკას თუ მიყვებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ჩერდება, აგრძელებს გარემოს დაბინძურებას, ვიდრე მეორეჯერ არ მოხდება, ასე ვთქვათ, თქვენს ხილვადობაში და აქაც შეიძლება თვეები გავიდეს, ხო, შეიძლება ეკიპაჟი მეორე და მესამე დღესვე გადაეყაროს, ასე ვთქვათ, იგი ავტომობილს და აქ ხომ არ ფიქრობთ რაიმე სახის გამკაცრებას, გულისხმობა ან მანქანის გადაყვანას, ვიდრე გამოსწორდება აღნიშნული, ასე ვთქვათ, ხარვეზი, მესმის რომ 2%-ზე ნაკლებია, თუმცა ეკიპაჟი თქვენი არ მიყვება, ხო, შესაბამის სამსახურამდე და შესაძლებელია რაიმე აღწევდეს იმისათვის, რომ მათ იქიდან უკვე სხვა ცნობა მოიტანონ და თუ იქნება ეკიპაჟის გაყოლის საჭიროება, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საჭიროება ჩვენ ბუნებრივია სათავართ კომიტეტი ამაზე ვიფიქროთ და მესამე კითხვა, რომელიც უკავშირდება დედაქალაქ, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულად გდანის რაიონს, სადაც იცით თქვენ რომ შემოვლითი გზა არის, რომელიც მათ შორის რუსთავში მიდის, რუსთავშიც არანაკლები პრობლემებია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. როდის გეგმავთ თქვენ, რომ დაუშვათ ჩვენ პარლამენტო საკანონმდებლო დონეზე ვიფიქროთ, რომ იგივე რუსთავსა და ქუთაისის რუსთავი და თბილისის დამაკავშირებელი მონაკვეთი მოექცეს თქვენ სარეალში, იგივე თბილისი, ქუთაისი, მერე უკვე ბათუმი და სწორედ ის ავტომაგისტრალი, რომელიც თქვენ ახსენებთ, როდის გექნებათ ამის საშუალება, მათ შორის ტექნიკური, ალბათ სამინისტროს შესათანხმებელი იქნება, ფინანსების პრობლემა იქნება, მერე ეკიპაჟის შეძენა სპეციალური ავტომანქანების, როდის გეგმავთ, რომ რაღაცნაირად ეს სივრცე მაინც არ გულისხმობ სიღრმეებში შესვლას მუნიციპალიტეტებში და სოფლებში, არამედ დაესაკვანძო გზას, სადაც ყველაზე ინტენსიური მოძრაობა, მათ შორის საერთაშორისო, როდის იქნებით თქვენ მზად, რომ ჩვენ ასე თქვა ჩვენი მხრივ დაგაწიოთ შესაბამისი კანონმდებლობა და რესურსები. მადლობა. გთხოვთ ქალბატონ გრეტას დაზუსტება უნდა. დავაზუსტებ თქვენს პასუხში, იყო რომ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდებაო და თბილისიდან რუსთავის მონაკვეთზე. ანუ რაღაც ბუნებრივი პროცესია, როდესაც მანქანა გადაადგილდება, შეიძლება გაცდეს თბილის და თქვენი მონიტორინგის მანქანა ზუსტად უკვე თქვენი იურისდიქცია რო არ ვრცელდება, იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს ორივე მანქანა. ამ შემთხვევაში რამე აღრიცხვა ხდება, რომ ეს მანქანა სიტყვაზე ტექნიკურად გაუმართავია, გააქვთ ესეთი პრაქტიკა? დიდი მადლობა. დავიწყებ ხალხად მიგრეზას ზუსტებით. იმ შემთხვევაში თუ მანქანა გაცდა ჩვენ საზღვრებს, ჩვენი ჯარიმა ჩავთვალოთ, რომ ვალიდური არ არის.
ფაქტიურად როგორც კი საზღვარს გაცდება ჩვენ მის ადევნებას ესე ვთქვათ ვატოვებთ, იმიტომ რომ სამართლებრივათაც არ იქნება სწორი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ჯარიმა გასაჩივრდა ბუნებრივია 100% წავაგებთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისეთი მანქანების ფაქტურად რაღაცა სია არსებობს, რა თქმა უნდა, მაგას ვინიშნავთ და შესაბამისად ხდება უკვე რეაგირება უბრალოდ ამ დეტალებს არ გავშლით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი სამუშაო სქემა არსებობს. ეხლა ბატონი ლადოს შეკითხვაზე მინდა უპასუხო, რომ ჩვენი ხაზი არის 153 მთელი სამინისტროში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევები, როდესაც გამონაბოლქვი არის და ეს გამონაბოლქვი შემთხვევაში ვიდეო მასალითაც მივიღეთ. უბრალოდ სამწუხაროდ ვიდეო მასალით ვერ ვახერხებთ ამის დაჯარიმებას. ხდება ამ მანქანების, ესე ვთქვათ, კი, რა თქმა უნდა, პატრულის მეშვეობით, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი ურთიერთობა, შეჩერება და რა თქმა უნდა დაჯარიმება და ეს არის ის ნაწილი, რომელიც ნელ-ნელა უკვე მოსახლეობამაც გაითავისა, თავიდან იყო Facebook-ზეც, ესე ვთქვათ, მედიის მეშვეობითაც ესეთი ვიდეოების ატვირთვა და გარკვეული რა თქმა უნდა სახის რეაგირება ჩვენ ამაზე გვქონდა. უფრო მეტიც მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი მაინც სრულყოფას იმ სრულყოფილ სიტუაციებს მოვარგო და საბოლოო ანალიზი დავდოთ თუ ჰაერის დამიძურების ნაწილში რა ხდება აქ და ვფიქრობთ მომავალ წელს უკვე ის ავტომაგისტრალებზე ვიფიქროთ ეკიპაჟების განთავსება, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ საჭირო იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მოვიცვათ ესეთი კონტროლის მექანიზმები, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ არის, ესე ვთქვათ, იაფი დაახლოებით ერთი ეკიპაჟის მხოლოდ აღჭურვა, ხდება დაახლოებით 150.000 ლარი, უკვე მისი ტექნიკური პერსონალი და ტესტირება, რა თქმა უნდა, შემდგომი საკითხია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული პრობლემაა საკადრო ნაწილშიც, იმიტომ რომ არსებობს ვაკანსიები და არა ცოტა, ესე ვთქვათ, ჩვენ სამსახურში და ესეც რა თქმა უნდა აღნიშნვის ღირსია, რომ უნდა ვთქვათ, რომ ესეთი პრობლემებიც გვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა ამასე გადავწყვიტავთ. კალტონიკას ეს კანონმდებლობით რა თქმა უნდა არ არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ თავის დროზე, როცა კანონპროექტი, ესე ვთქვათ, მუშავდებოდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ასეთი ქმედება ცოტა არასწორი იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვნახეთ რასთანაც გვაქვს საქმე და სტატისტიკაც ხატყობს იმ ციფრებს, რაც გვაქვს თანხაში. ვფიქრობ, რომ კატასტროფული არ არის, ეს ნელ-ნელა სხვა დამხმარე კანონებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ციფრი ქვემოთ დაიწევს, თუმცა კანონში რაც იქნება, იმას აღვასრულებთ, მაგრამ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ არც მივსდევთ მაგაც სპეციალურ ცენტრებში და არც გადაყვანას, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფთ მათი. კალტონ ვიკაგთხოვთ. უნდა ხალხი. კალტონ კიდე დაზუსტება გნებავთ კიდე? კალტონ ვიკა. მოგესალმებით. პირველ რიგში ტექნიკური კითხვა მექნება, აი 2 საათის განმავლობაში რომ უნდა გადაიყვანოს ინსპექტირების ცენტრში გასაჩივრების ვადას. აი ამის ხარჯების ანაზღაურება თქვენ ივალდებულება თუ ბრალდებულის, იმიტომ რომ თუ ბრალდებულის არის, ალბათ არ არის ეს თლად სწორი, იმიტომ რომ ის რომ დამნაშავეა მაგის მტკიცების ბრალი თავად ადამიანს უნდა კონდეს ამ შემთხვევაში და ლოგიკურია რომ არ უნდა კონდეს. ხო, რაც შეეხება გამონაბოლქვის თემას, ვინაიდან მიზანი არის ჰაერის გაუნჯობესება, ჰაერის ხარისხის გაუნჯობესება, ყოველთვის კარგად ცნობილია, რომ წინა კვირას მივიღეთ კანონი, სადაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი შეეზღუდება ახალი ავტომობილის ყიდვა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს გამონაბოლქვის მდგომარეობას საქართველოში. ამ შემთხვევაში ხო არ ფიქრობთ, რომ ტექინსპექტირების გამკაცრება უფრო მეტად აღმოფხვიდა იმ პრობლემას, რაზეც მუშაობს თქვენი ეკიპაჟები და რაზეც პრინციპში თქვენი დეპარტამენტი მუშაობს, იმიტომ რომ ხილული გამონაბოლქვი და ხილული გამონაბოლქვის კონტროლი საკმაოდ მარტივია, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ, რომ
შეიძლება არ იყოს ხილული გამონაბოლქვი, მაგრამ ძალიან აქტიურად გამოყოფდეს ავტომობილი, რა ვიცი, აზოტის ოქსიდებს, ჰიდროკარბონებს, CO-ს, საკმაოდ მარტივად დასარეგულირებელია ეს ავტომობილების ფლობელებისგან. ხო არ ჯობია რომ ტექინსპექტირება მოხდეს წელიწადში ორჯერ, ან მისი სიხშირე უფრო მეტი იყოს, ან უფრო გამკაცრდეს, ვიდრე ის რომ მსგავსი მეთოდების მიმართვა მოუწიოთ მოქალაქეებს, იმიტომ რომ ხილული შესაძლოა არ იყოს გამონაბოლქვი, მაგრამ ავტომობილს ჰქონდეს გამონაბოლქვი. მადლობთ. დავიწყებ პირველი ბატონო, ამ კითხვას მე მეც შევავსებ, იმიტომ რომ არის ნაწილი, რომელიც ზედამხედველობის დეპარტამენტს ცილდება. გთხოვთ ბატონო. ბატონო, მადლობთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი აპარატი აღმოაჩენს უკვე გადამეტებას ნორმებთან, სუსტად კანონმდებლობამ დაუშვა ის 2 საათიანი მონაკვეთი და ის თანხა ბუნებრივი არის ეგრეთ წოდებული პოტენციური დამღობის გადასახდელი. იმიტომ რომ მას აქვს უკვე მტკიცების ტვირთი იმაზე, რომ შესაბამისი ცნობა იქნეს წარმოდგენილი, რომელიც გააბათილებს ჩვენ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივია მისი გადასახდელია, მტკიცების ტვირთი მისია და გამომდინარე აქედან ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში თუ მისი მანქანა ჩაითვალა გამართულად, უკვე ხდება ამ ჯარიმის ჩამოწერა. ეს მინდა აღვნიშნო. ხოლო რაც შეეხება გამონაბოლქვის ნაწილს, მე უფრო მეცაც გეტყვით. ხილული გამონაბოლქვის შემთხვევაში ჩვენ გქონია შემთხვევები, როდესაც გამონაბოლქვი ვიზუალურად არსებობს და აპარატის გაზომვის შემთხვევაში გადამეტება არ ფიქსირდება. ესეთებიც ხდება დამიჯერეთ ძალიან მიზერულად, მაგრამ რამოდენიმეჯერ გადავამოწმეთ გამონაბოლქვის შემთხვევაში და იქ გადამეტებები არ აღენიშნებოდა. ეხლა რაც შეეხება ჯერადობას და შემოწმებას ბუნებრივია ეს კანონმდებლობის დასარეგულირებელია, ჩვენ ვართ კონტროლის გამხორციელებელი ორგანო, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ვიზუალურად, როდესაც გამონაბოლქვი დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, გამონაბოლქვის ვიზუალიზაცია სეზონურად სხვადასხვა, ზამთარში უფრო მძაფრია და ზაფხულში პირიქით, მაგრამ ჩვენ გვაძლევს ეს იმის საშუალებას, რომ შევაჩეროთ ავტოტრანსპორტო საშუალება, გადავამოწმოთ ეს ავტოტრანსპორტო საშუალება და იმ შემთხვევაში თუ ის არ შეესაბამება ნორმებს, შესაბამისი სანქცია გავატაროთ. რა თქმა უნდა, უფრო მეცაც გეტყვით, გაჩერების შემთხვევაში არის ისეთი ფაქტები, როდესაც გადამეტება არ ფიქსირდება და უკვე თავისუფლად ხდება ამ ძღოლის თუ ასე შემდეგ მართვა ავტოტრანსპორტო საშუალებების. დავაზუსტებთ შეიძლება. ბატონო, გადაზუსტებას ვთხოვთ. რამდენად ხშირია ისეთ შემთხვევები, რომ აი 2 საათის განმავლობაში ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდება, რომ არ ქონდეს ან სტატისტიკა რას გეუბნებათ? 2%-ზე დაბალია. საერთოდ თითქმის თქვათ, რომ არ არსებობს, ეს არის 2%-ზე დაბალი. დიდი მადლობა ბატონ ლევან, მე მექნება რამოდენიმე ტექნიკური კითხვა ამასთან, ასე ვთქვათ, ზოგადად ვიტყვი, რომ ქალბატონ ვიკას კითხვასთან და ალბათ ბევრსაც ექნება ესეთი კითხვა, ნამდვილად არის და ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ვიზუალური გამონაბოლქვი, ხილული გამონაბოლქვი იყოს, მაგრამ ტექნიკურ პარამეტრებში, როგორც დიზელში, ასევე თვითონ მანქანის გამართულობის ნაწილში და ასევე ბენზინში ხარისხობრივი მაჩვენებლები იყოს ნორმაში. სწორედ ამიტომ საკმაოდ რთული იყო ამ კანონპროექტის შემუშავება და მათ შორის ეს 2 საათიანი ეპიზოდი, სწორედ ამიტომაც იქნა დატოვებული, რომ ადამიანს ჰქონდეს გასაჩივრების საპირისპიროს დამტკიცების საშუალება. ჩვენ შეგვეძლო კანონპროექტი ამ 2 საათის გარეშეც გაგვეკეთებინა და მე სასამართლო დავა წარმართულიყო, მაგრამ რადგანაც ახალი იყო აღნიშნული ცვლილებები ჩვენი კანონმდებლობისთვის და აღსრულებად საკმაოდ დელიკატურად უნდა დაწყებულიყო, სწორედ ამიტომ იქნა ეს 2 საათი დატოვებული. ამასთან ტექდათვალიერების გავლა არ გავლასთან მანდამაინც კავშირში არ არის. ჩვენ შეგვიძლია დამატებით ტექდათვალიერების კუთხით ასევე უნდა მოვისმინოთ პრინციპში ცვლილებები, რა ჩვენ განმეორებითობის თვალსაზრისით შევიმუშავეთ შესაბამისი სამსახურებიდან მოვისმინოთ ინფორმაცია და სადაც ზუსტად ვნახავთ, რომ ასე ვთქვათ, ხილული გამონაბოლქვი არ არის ის, რაც შეიძლება ტექინსპექტირების გამკაცრებამ გადაჭრას.
ბატონ ლევანთანმა კითხვა, ბატონ ლევან, რა დრო მიაქვს თვითონ შემოწმების პროცესს, ამასთან შეგახსენებთ, რომ როდესაც კანონპროექტი მუშავდებოდა, თავდაპირველი იდეა იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღესრულებინა, რადგანაც მათ ბევრი ავტომობილები ყავს და მთელ საქართველოზე გაშლილი იყო, მაგრამ მათი, ასე ვთქვათ, ფუნქციებისგან გამომდინარე და გარემოსდაცვის სამინისტროს არსებობიდან გამომდინარე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება იმ პირობით, ბუნებრივია, რომ სამინისტროს რესურსი წლებთან ერთად გაფართოვდებოდა და მათ შორის მოიცავდა სხვა დიდ ქალაქებს და ასევე ავტომაგისტრალებს. ხა რა დრო ჭირდება ეს კითხვა გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, რომ ხომ არ მოვიდა დრო ბატონ ლევან, ბატონ გიორგიც აკრძანდება, რომ ჩვენ თუნდაც მომავალი წლისთვის მოვემზადოთ ისე, რომ იქ სადაც სხვა მუნიციპალიტეტებს აქვთ ინსპექციები, მათთან დავადუბლიროთ აღნიშნული ვალდებულებები, აღსრულება, ჩვენ ბევრი სხვა სამართალღების მიმართ გვაქვს ასეთი პრაქტიკა, რომ ასე ვთქვათ შეეხიდონ გარემოსდაცვის სამინისტროს და ასევე მოკლე რეჟიმში ფიქრობ, ეხლა იქ თბილისი, ბათუმი, ჩვენ კანონში გვაქვს ამ ქალაქებში ჩამონათვალი, თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, აი თბილისიდან რუსთავამდე სად ბაზირებენ ეს ავტომობილები, ანუ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და რუსთავში თუ თბილისიდან მოძრაობენ რუსთავში. აი ამ მონაკვეთის დაფარვა ჩვენ მოკლე ვადაში შეგვიძლია გამოდელობაში, ასე ვთქვათ, სწრაფად შეტანილი ცვლილებებით, ხოლო დიდ დაფარვაზე და რესურსის ახალი რეჟიმით გადანაწილებაზე შეგვიძლია იქ და წლისთვის ვიმსჯელოთ შესაბამისი რესურსის მობილიზებით. ანუ რა დრო ჭირდება, სად ბაზირებენ და თქვენი მოსაზრება შეიძლება მერე ვიმსჯელოთ ბათუმს, რუსთავსა და თბილისის შორის ამ აგლომერაციაში იგივე მცხეთად შედის, არ ვიცი, ამ აგლომერაციის დაფარვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, რომ თუ თბილისში ბაზირებენ და რუსთავშიც აკონტროლებენ, ხა გზად რომ მიდიან, მაშინ მაინც დავაჯერიმებინებთ. აი, ამიტომ აი ეს რო ავხსნათ ბატონ ლევან უფრო კარგად. მადლობთ ქალბატონო მაია, როგორც აღნიშნეთ, 4 ქალაქში ვახორციელებთ კონტროლს. ბაზირება ხდება შესაბამისი რეგიონალური სამმართველოების დონეზე, როგორც მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ჩვენ რეგიონალური სამმართველოები, რუსთავის ეკიპაჟი არის რუსთავში განლაგებული, თბილისის თბილისში, ქუთაისის ქუთაისში და ბათუმის ბათუმში. ანუ ეს მანქანები ბაზირებენ იქ, როგორც აღნიშნეთ, დილის 10 საათზე იწყება მათი მუშაობა და მთავრდება 4-ზე. ამ დროის მონაკვეთში ისინი მოძრაობენ მთელი ქალაქის ტერიტორიაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ნახავენ ხილულ-გაფულ ნაბორს, ხდება ასეთი მანქანის შეჩერება. მანქანის შეჩერებიდან ქვითრის გამოწერამდე დრო დაახლოებით შეადგენს 12-15 წუთს. ანუ დაახლოებით 15 წუთი ჭირდება ერთი მანქანის შემოწმებას, გადამოწმებას, ან გაშვებას, ან საჯარიმო ქვითრის გამოწერას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად სწორი არის ის, რომ მოვიცვათ მთელი საქართველოს არსებული კონტროლის მექანიზმებით, გამომდინარე აქედან, რომ ჩვენ ვნახეთ იმ ქალაქში, დიდ ქალაქებში, სადაც ამას ვახორციელებთ, ამის აუცილებლობა უკვე წარმოიშვება იმ მაგისტრალებზე, სადაც ჩვენი ავტომობილები მოძრაობენ და ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალ წლებში აქცენტები ავიღოთ ამაზე და ასევე იმ ქალაქებზე, რომელიც აი პირობითად ზუგდიდი პირობითად აქეთ სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობებიდან გამომდინარე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოძრაობენ და ძირითადად რა თქმა უნდა ეს არის ავტომაგისტრალები. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ანუ ჩვენ მზად ვართ კომიტეტი, რომ ვითანამშრომლოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ გიორგისაც უნდა მე მგონი დამატება, გთხოვთ ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მადლობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ოპერატიული, ქმედითი, ინოვაციური და ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, დახვეწა და გაფართოება მოქმედების ზონის ნამდვილად წაადგება საქმეს. ეს რა თქმა უნდა არ არის ტექნიკური შემოწმების ჩამნაცვლებელი მექანიზმი, მაგრამ პრევენციულად ძალიან ეფექტიანი მექანიზმია. შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე წელს არა, მაგრამ მომავალი წლისთვის უკვე სტატისტიკაზე, ანალიტიკაზე და ჩვენს გათვლებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოვადგენთ და გვინდა რომ რა თქმა უნდა გავაფართოვოთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც თქვენ მართალ ვსწანებთ, რომ შეიძლება თქვა თანამშრომლობის რეჟიმის და დუბლირების ფუნქციების გადანაწილების რეჟიმით ვიმოქმედოთ,
არამედ იმ ცენტრალურ მაგისტრალებზე, სადაც ეს თვალნათლივ ჩანს ხოლმე. როდესაც მიდიხარ, ეგ ხედავ ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ჩვენი ცხელი ხაზი, ბატონო ლადო თქვენი შეკითხვა იყო და ვცდილობთ რომ ყისიერი რეაგირება ამაზე მოხდეს არა მხოლოდ ხილული გამონაბოლქვის ნაწილში, არამედ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე სოციალების კონტროლი მიმდინარეობს. უბრალოდ მინდა დაგინასტუროთ სამინისტროს მხრიდან, რომ ამ მიმართულებით გაფართოება არეალის ნამდვილად შედეგის მომტანი იქნება და ეს ინიციატივა ნამდვილად კარგი იყო და ნამდვილად კარგად მუშაობს. ასევე მოქალაქეების ინტერესის დაცვის თვალსაზრისით ის 2 საათიანი გასაჩივრების ფანჯარა, რომელიც არის, ეს ნამდვილად ազღვევს იმას, რომ არ მოხდეს ამ სადამსჯელო, ასე ვთქვათ, ფუნქციის ბოროტად გამოყენება ნებისმიერ მოქალაქეს. დათვალიერების ცენტრები მრავლად არის დიდ ქალაქებში, შესაბამისად მინიმალური ხარჯით შეუულიათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება, თუ ეს ნამდვილად ასეა. ბატონმა ლევანმა არ აღნიშნა ის აპარატურა, რომელიც განთავსებულია მანქანებში, არის უმაღლესი სიზუსტის და უმაღლესი დონის. ანუ აქ რაიმე სუბიექტურობა ეკიპაჟების მხრიდან, ზედამხედველი სამსახურების მხრიდან გამორიცხულია. საერთაშორისო სტანდარტია უმაღლესი კლასის აპარატურაა, შესაბამისად ამიტომ ჩდება შედარებით ძვირი აღჭურვა ეკიპაჟების, მაგრამ ჯობია ეს გავაკეთოთ მაღალი ხარისხით, ვიყოთ დარწმუნებული ჩვენ თავში. და სრულიად ავტომატიზირებულია სისტემა, ესეც აბსოლუტურად გამორიცხავს რაიმე სახის ტენდენციურობას ან სუბიექტურობას ეკიპაჟების მხრიდან. მადლობა ესმინდა და დამეზუსტებინა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ჩვენი მხრივ კომიტეტი მზად არის ნამდვილად რომ გააგრძელოს თქვენთან ერთად აქტიური მუშაობა და მხარი დაგიჭიროთ შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებებში. ერთადერთი ლოგიკა და რაციონალი ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ ადრეც საუბრობდით ამაზე და ახლაც ვადასტურებ არის ის, რომ ასე ვთქვათ, მანქანების გამონაბოლქვის კონტროლისთვის ძალიან ბევრი მანქანების დამატება ხო, აი ცოტა ეს არასწორად მიმაჩნია, მიუხედავად რომ ელექტრო იქნება თუ ჰიბრიდული, შესაბამისად, ამიტომ ვახსენე, რომ აი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, მათი აღჭურვა გადაიღება მომდევნო წლების განმავლობაში ნამდვილად წაადგება აღნიშნული საკითხის ეფექტიანობის ზრდას. ბატონ ლევან, უღრმესი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, ასევე კომიტეტის წევრებს მინდა დიდი მადლობა უთხრა აქტიურობისთვის. ჩვენ აღნიშნულ საკითხს ცნობად ვიღებთ და კვლავ მომავალშიც გავაგრძელებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს, კომიტეტის წევრებს. ნახვამდის.